სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმენისა სულისათა, აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ გილოცავთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიცვალებას, მიძინებას, ასე უწოდებს ეკლესია მის გარდაცვალებას, რადგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდაცვალება არ იყო ჩვეულებრივი სიკვდილი, არ იყო ჩვეულებრივი გარდაცვალება, ჩვეულებრივი ადამიანისა. სხეულმა, რომელმაც ატარა ქრისტე ღმერთი, სხეულმა, რომელმაც დაიტია დაუტევნელი, რომელიც გაბრწყინდა ანგელოსთა უფრო მეტად, რამე თუ ვერც კი გაიფიქრებდა ვერავინ, თუ შეიძლებოდა რომ ადამიანს ეტარებინა თვით ცისა და ქვეყნის შემოქმედი. ამიტომაც ღმერთმა არ მისცა მისი სხეული განსახცნელად და სიკვდილის შემდეგ მესამე დღეს აღამაღლა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და დაამკვიდრა ზეცსა და სასუფეველში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი სიცოცხლის დროს იყო მანათობელი ქრისტიანული თემისათვის. მასში პოულობდნენ სიმშვიდეს, მასში პოულობდნენ მხარდაჭერას, სიმტკიცეს, სიყვარულს, ყველა სათნოებას, საღვთო სათნოებას. ის იყო ცენტრი მოციქულთა და ქრისტიანული თემისა. მაგრამ ის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იყო, ვინც მის გარშემო იყო, ვინც მას იცნობდა. გარდაცვალების შემდეგ, მიცვალების, მიძინების შემდეგ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა მეოხი ყველა ქრისტიანისა, ყველა ადამიანისა, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის ადამიანი, სადაც არ უნდა მან მიიღო მეოხება უფრო მეტი ვიდრე ანგელოსთან. და ასეთი სიწმინდე შეიძინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომელიც რა თქმა უნდა ჰქონდა მას. დეონისე არეოპაგელი აღწერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან შეხვედრას, მოგეხსენებათ ის პავლე მოციქულის მოსწავლე იყო და ის აღწერს, რომ არასდროს ცხოვრებაში ასეთი რამ არ განმიცდია, როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიახლებისას. ასეთი ნეტარება, ასეთი სიხარული არასდროს არ განმიცდია არავისგან. მხოლოდ ღმერთს შეუძლია მოგცეს მადლი ასეთი და ასეთი სისავსე მადლისა, როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჰქონდაო, ამბობს დიონისე არეოპაგელი. და კიდევ დასძენს აღტაცებული, რომ არ ვიცოდე ქრისტე ღმერთის შესახებ, ალბათ მისი მნახველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა ვიტყოდი, რომ ის არის უმაღლესი ღვთაება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება, როგორც თქვით, ის იყო ყველას მაგალითი ქრისტიანულ თემში. საერთოდ ქრისტიანული მაგალითი იყო. იმიტომ რომ ადამიანი დედამიწაზე არ უცხოვრია ადამიანს, რომელსაც ასეთი სიწმინდე მოეპოვებინა, ასეთი სისავსე მოეპოვებინა, ასეთი მადლი. ის იყო ყველაზე დიდი ჭურჭელი მადლისა. ადამიანი არის ჭურჭელი მადლისა, საერთოდ. ადამიანის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ აივსოს სულიწმინდის მადლი. ადამიანი არ არის განკუთვნილი მხოლოდ ამასოფლის ცხოვრებისათვის. ამასოფლისეული ამიწიერი ცხოვრებით არ უნდა აავსოს ადამიანმა მისი გული და გონება. მთლიანად არ უნდა დაინთქეს ამაში. ადამიანი მოწოდებულია უდიდესი სიმაღლეებისათვის, მარადისობისთვის, განწმენდისთვის, ნეტარებისთვის, მადლისთვის, სულიერი სიბრძნისთვის. და სამწუხაროდ ავიწყდება ადამიანს და ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს, სუდისულაც არ იყოს, თქვა საქმიანობა, მაგრამ როდესაც საქმიანობა, ამიწიერი ცხოვრება, მიწიერი ნივთები, მიწიერი მოვლენები ხდება უმთავრესი ადამიანის ცხოვრებაში, ხდება მისი დეგრადაცია, მისი დაკნინება, მისი ღვთაებრივი გეგმის განადგურება. ადამიანი არის
ღვთისა და მსგავსება ღვთისა. ეს მსგავსება და ხატება ეს არ უნდა დაავიწყდეს ადამიანს. აქეთკენ უნდა იყოს მიმართული მისი ცხოვრება. ადამიანი არის დამარცხებული, როდესაც ვერ ახერხებს სულიერ განვითარებას. როდესაც იმპერატივი მისი ცხოვრებისა არ არის საღვთო მადლი, სულიერი კანონები, რწმენა. როდესაც არ არის რწმენა ყველაზე მთავარი ადამიანში, მაშინ მის ადგილს იკავებს სხვა რამ. და ეს სხვა რამ უმეტეს შემთხვევაში არის დემონური ძალები. არ არსებობს სიცარიელი, ცარიელი ადგილი, არ არჩება ცარიელი ადგილი. თუ არის ღმერთი, მაშინ არის საღვთო განგებულება. თუ არ არის, აუცილებლად სხვა რამ იკავებს ამ ადგილს. ამიტომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გვაჩვენა მაგალითი, როგორ შეიძლება უდიდესი მწუხარებების, განსაცდელების, უდიდესი საქმიანობის დროს მიუძღვნა ისხოვრო ისე, რომ საღვთო მადლი, ასეთი საღვთო მადლი დააგროვა. და ამბობენ, როგორ მოახერხა მან ის, როგორ მოახერხა და ამბობენ, რომ მისი ყველაზე საყვარელი საქმე, რომელმაც განაპირობა ყველა მისი სათნოების მოპოვება, ეს იყო მისი შინაგანი ლოცვა და ეს იყო წმინდა წერილის შემეცნების უნარი. და ეს იყო დღენიაдаг, როგორც ტაძარში ყრმობისაც ისწავლა, მას მერე ეს იყო ყველაზე მთავარი საქმიანობა. ყველაზე მთავარი, რითაც ის ცხოვრობდა, რითაც სულდგმულობდა, რითაც ნუგეს იღებდა. და ამბობენ, არასდროს არ ყოფილა დრო, არ ყოფილა დღე, არ ყოფილა ჟამი, როდესაც ამ საქმიანობისთვის მიეტოვებინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ეს საქმიანობა. მას და ამბობენ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განახორციელა სახარება, რატომ არის მშვენიერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, როგორც ადამიანი, რატომ არის ასეთი მიუწვდომელი, მშვენიერი, ასეთი შემკული ყოველივე სიკეთით. იმიტომ რომ ის შეიმკო საღვთო სათნოებით. მხოლოდ საღვთო სათნოება განამშვენებს ადამიანს. მხოლოდ ადამიანის სული თუ გამშვენდება, მაშინ არის მშვენიერი ადამიანი. ამიტომ ადამიანის მცდელობაც უნდა იყოს ეს, არა გარეგნული რელიგია. შეიძლება გარეგნულად ცემდეს თაყვანს ადამიანი, გარეგნულ ნიშნებით გამოირჩეოდეს, მაგრამ მისი ღმერთი იყოს სხვა რამ და შეიძლება თვითონ იყოს საკუთარი თავი იყოს მისი ღმერთი. ეს არის ყველაზე, იმიტომ რომ თუ შენი აზრები, შენი ფიქრები, შენი ცხოვრება, შენი ეგოიზმი, შენს გარშემო მოტრიალებს, შენ ხარ მთავარი, შენ ყველაფერს განაპირობებ, შენ ხარ ყველაზე მაღალი, შენ ყველაზე მუდამ უყურებ, ყველაფერი შენთვის გვინდა, ყველაფერს შენთვის იყენებ, ყველა ადამიანი შენთვის იყენებ და არაფერი არ გაგაჩნია სათნოება, მაშინ ვინ არის ღმერთი შენთვის? შენ ხარ ღმერთი. არც მოყვასია ყველაზე მთავარი და არც ღმერთია ყველაზე მთავარი. ეს ტრიადა უნდა შეიკრას. მე, ღმერთი და ადამიანი. მე არ უნდა დაგვრჩეს, რა თქმა უნდა, მე ამ მთავარი, ხო? შენ უნდა მიიღო საღვთო მადლი და სული. და ჩვენში რა არის დღევანდელ ადამიანში? მხოლოდ მე. ეს არის ამბობენ, ყველა უბედურების საწყისი. ნურსად ნუეძებ უბედურებას. ნურსად ნუეძებ მიზეს განსაცდელისას. ნუ ადამიანებში, ნურს მოვლენებში. მოძებნე საკუთარ თავში, იქ სადაც ხდება საკუთარი თავის გაკერპება, იქ არის ყველა უბედურების საწყისი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაგალითია ღვთისთაყვანისცემის. დაცემული საზოგადოება არის მაგალითი კერპთაყვანისცემლობის, საკუთარი თავის გაკერპების და ყველა იმ რაღაცა თვისების გაკერპების, რომელიც
რომელიც ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება უმთავრესი გახდეს და უმთავრესი მხოლოდ ღმერთი უნდა გახდეს. ღმერთმა დააglosოთ, ღმერთმა გააკურთხოთ ღვთისმშობლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით, წყალობით, საღვთო ეკლესიის მადლით მოგცეს ღმერთმა, რომ ყველაზე მთავარი შევიძინოთ, ყველაზე მთავარი ეს არის ღვთისსიყვარული, სულიერი განვითარება და ის რომ არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ ვართ ჭურჭელი ღვთისა. ასე ამბობს მაცხოვარი. თქვენ ხართ ტაძარი ღვთისა, უფრო მეტი ვიდრე ქვის ტაძარია. და რომელმაც გახსნეს ეს ტაძარიო, მას გახსნის ღმერთი. ამიტომ მოუფრთხილდეთ, გვახსოვდეს, რომ ამ ტაძარში ამბობენ ესე, რომ ადამიანის გული არის საყდარი. და ამ საყდარში ცუდი, დაცემული და ბიწიერი არ უნდა შეიტანოს ადამიანმა. უნდა შეიტანოს ღვთისთაყვანიცემა, სიკეთე, სახარებების სათნოებები და ამით გაწყინდება ადამიანი და ამით მიიღებს წყალობასა და მადლს. შეგეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი და ყველა იმ ტაძრის მადლი და წყალობა, რომელშიც ყოვლადწმინდა მიძინება ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია აღდგომის მერე. მიძინების დააკვირდით ყველა საკათედრო ტაძარი, დიდი საკათედრო ტაძარი, აი სიონიც მაგალითად მიძინების სახელობისა. და ყველა საკათედრო ტაძარი, ყველა დიდ რეგიონში მიძინების სახელზე იყო. მიძინებას ეწოდება მეორე პასქა, მცირე პასქა. რადგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აღდგა მკვდრეთით, მესამე დღეს აღადგინა იგი მაცხოვარი. ამიტომ ეწოდება და ამიტომ არის რომ ამ ხელას იმრავლია დღეს და ამიტომ არის რომ ასეთი სიხარულია დღეს ჩვენთან და საქართველოში. მოგძანდით.